დღეს მოვამზადე ლოტუსის ჩიზქეიკი. ამ ნამსხვრით ჩემი პინტერესტი გადაჭრელებულია და როგორც იქნა მეც გავტესტე. ნუ ვინერვიულებთ იმ საკითხზე, რომ ბევრი შაქარი აქვს და მაინც და მაინც სიმაღლეში არ ზრდის. მაგრამ თუ ერთ ნაჭერს შეჭამთ და მთლიან ნამსხვრს არ გააქრობთ წამებში, გარანტიას გაძლევთ თავს უბედნიერესად იგრძნობთ, არ გასუქდებით და დიაბეტიც არ დაგემართებათ. მთავარია ზომიერება. მოკლედ, 300 გრამი ლოტუსის ორცხობილად დაფშხონით და შეურიეთ 100 გრამი გამნარი კარაქი. გადაურიეთ და გადაიტანეთ 24 სანტიმეტრის დიამეტრის მქონე ნამსხვრის ფორმაში. გაასწორეთ და გაუშვით მაცივარში. ეხლა დავიწყოთ შიგთავსის მომზადება. 300 მl მაღალპროცენტიანი ნაღები გათქვეფეთ გამყარებამდე. დაუმატეთ 400 გრამი კრემყველი და 200 გრამი ლოტუსის სპრედი. მიქსერით ყველაფერი კარგად გააერთიანეთ და გადაიტანეთ ფორმაში. გაასწორეთ ზედაპირი. შეგიძლიათ ლოტუსის მაგივრად ნებისმიერი სხვა ორცხობილა და ნებისმიერი სხვა შოკოლადის სპრედი გამოიყენოთ, იგივე პროპორციებით, უბრალოდ ესენი უგემრიელესია. მოასხით ორთქლისა ბაზანაზე გამნარი 150 გრამი ლოტუსის სპრედი და მორთეთ თქვენი სურვილისამებრ. გააჩერეთ მაცივარში მთელი ღამით და გემრიელად მიირთვით.